0.5 მეტრი რადიუსის მქონე წრის ფორმის გასაშლელი მაგიდის გაშლის დროს ნახევარწრის ფორმის ნაჭრებს შორის დგამენ მართკუთხედის ფორმის ნაჭერს, რომლის დიაგონალის სიგრძეა ფესვი 5 მეტრი. იპოვეთ გაშლილი მაგიდის ფართობი. ანუ აი ამ მთლიანი ფიგურის ფართობი უნდა დავითვალოთ. ეს ამოცანა უკვე შედარებით საინტერესოა, განსხვავებით წინა 4-ისგან, რომელიც ძალიან მარტივი იყო. ალბათ ესეც საკმაოდ მარტივი უნდა იყოს. თუმცა, შედარებით უკეთესია სამუშაოდ. ხო, რა ვიცით ახლა ჩვენ? ვიცით, რომ აი ეს ნაწილი და ეს ნაწილი წრეწირია, მთლიანად და გაშლილია და შუაში არის მართკუთხედი, რომლის დიაგონალი ვიცით, ხო? რა არის ფესვი 5 სტოლი. მოდი დავიწყოთ. დიაგონალი გავავლოთ აქ. აი ეს დიაგონალი არის ფესვი 5 სტოლი. ეხლა აქ ავიღოთ წრეწირის ცენტრი. რადიუსი ვიცით ასევე ჩვენ 0.5 მეტრია. პასუხები რადგან მეტრი კვადრატებში გვაქვს, ამიტომ დავტოვოთ მეტრებში. ესე იგი, აი ეს თუ არის, ესეც ხო რადიუსია, ხო, უნდა შევნიშნოთ, აი ეს არის რადიუსი, ესეც 2 რადიუსი, ანუ დიამეტრი. დიამეტრი გამოდის 1 მეტრი, ხო, რადიუსი თუ არის 0.5, დიამეტრი არის 2 რადიუსის სტოლი და 2 ჯერ 0.5 1-ია. ესე იგი, ეს არის 1, ეს თუ 1-ია, გასაგებია რომ ესეც 1-ია, ნუ ეს საერთოდ ზედმეტი იყო, შეგვიძლია აი ამ ნახევარ წრეზე გვესაუბრა პირდაპირ, ხო? ეს ფესვი 5-ია, ეს 1-ია და აქ მართი კუთხეა ცხადია, იმიტომ რომ მართკუთხედია გვიწერია გასაგებად. გამოვიყენოთ პითაგორას თეორემა იმისთვის, რომ აი მაგალითად a და b დავაწერეთ, ხო? AB კათეტის სიგრძე რო ვიპოვოთ, AB კათეტის კვადრატი, ეს არის ჰიპოთენუზის კვადრატს გამოკლებული მეორე კათეტის კვადრატი, ეს უდრის ფესვი 5-ის კვადრატი არის 5, ხო, აი ფესვი 5, გამრავლებული ფესვი 5-ზე, ხო? გამოდის 5 და მინუს 1-ის კვადრატი 1 უდრის 4-ს AB კვადრატი არ დაგვავიწყდეს, ხო? AB კვადრატია 4 სტოლი, მაშინ AB არის ფესვი 4-დან და არის 2 სტოლი. ესე იგი, აი ეს კათეტი არის 2 სტოლი და რას ვეძებთ ჩვენ? ვეძებთ მთლიანი ფიგურის ფართობს. მართკუთხედის სიგრძე და სიგანე ვიცით, ამიტომ შეგვიძლია მისი ფართობი ვიპოვოთ. ესე იგი, ეს მართკუთხედის იქნება გვერდების ნამრავლი, ხო? 1 გამრავლებული 2-ზე უბრალოდ 2 იქნება და ესი წრის რო დავითვალოთ, წრეწირის წრის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა S უდრის PR კვადრატს, ხო? ესე იგი, რადიუსის კვადრატი გამრავლებული p-ზე, რომელიც მუდმივაა, ხო, 3.14 სტოლია მიახლოებით. ესე იგი, ჩვენ შემთხვევაში რადიუსი არის 0.5 კვადრატში გამრავლებული p-ზე, ეს უდრის, და თუ დააკვირდებით პასუხები წილადის სახით წერია, ხო? ამიტომ 0.5 შეგვიძლია ჩავწეროთ ერთი წამით, როგორც 5/10, ანუ 1/2, ხო? ესე იგი, ეს ერთი წამით. ეს უდრის 0.5, ანუ აი 0.5, ეს არის 5/10 და რო შევკეცოთ არის 1/2, ხო? 1/2-ის კვადრატი, მაინც ალკე დავწეროთ, 1/2-ის კვადრატი, ჩვენ ვიცით, ხო? წილადი როგორ აყვავს კვადრატში, მრიცხველი ცალკე, 1-ის კვადრატი 1-ია და მნიშვნელი ცალკე, 2-ის კვადრატი 4-ია. ესე იგი, გამოვიდა 1/4 ბარემ p-ზე რო გავამრავლოთ, იქნება p/4. ეს არის წრის ფართობი, ეს არის მართკუთხედის ფართობი და საბოლოო ჯამში მივიღებთ, რომ S უდრის მივიღებთ ამათ ჯამს, ხო? 2 პლუს p/4 ჭრილებში ჩავსვათ და მეტ კვადრატი. ასეთი პასუხი გვაქვს და ეს არის D-ში, ხო? D არის ამ სავარჯიშოს სწორი პასუხი.